მოგესალმებით. დღეს მე გირჩევთ ტოპ საუკეთესო ფილმს, რომელსაც შეგიძლიათ კარანტინის დროსაც უყუროთ და ჩვეულებრივად როცა მოგინდებათ. კარგი, მოდით დავიწყოთ. პირველი ფილმი არის, რომელმაც მომხიბლა განგსტერი პოლიციელი და სატანა. მისი შინაარსი არის ასეთი. განგსტერი არის ერთ-ერთი ბანდის დაჯგუფების წევრი, რომელსაც შეეკრება პოლიციელი, რომ დაიჭირონ ერთ-ერთი სერიული მკვლელი. ძალიან საინტერესო ფილმი არის და შეგიძლიათ უყუროთ. მეორე ფილმი არის მომზადე ქარიშხალი. აქ არის ბავშვს მიატოვებს მამა, რომ მას მზარეულობა არ გამოდის. თვითონ კი ძალიან კარგი მზარეული არის მამამისი და მსხვენია თავის შვილის გამო. მერე ეს კაცი გამოჩნდება, თავისი მამა და ვინც გაიმარჯვებს მზარეულობაში, ის შეეჯიბრება მას. გახდა ეს ბავშვი ძალიან კარგი მზარეული, რომელმაც ასწავლა თავის ბიძამ ყველაფერი და ერთი სიტყვით ორი ბიჭერს მალე შეეჯიბრება და რომელიც გაიმარჯვებს ის მომზადებს კერძს თავარ მზარეულთან ერთად. ასეთი შინაარსისაა. შემდეგი არის მზის შთამომავლები. ძალიან საინტერესო ფილმია. მე ზოგადად არ მიყურებია ბოლომდე, მაგრამ დასაწყისი უკვე ძალიან საინტერესოა. ეს ყველაფერი არის კორეული ფილმი, პირველიც და მეორეც რაც ვთქვი, განგსტერი პოლიციელი და სატანა და ასე ვთქვათ, კიდევ მომზადე ქარიშხალი. ეგ ორი ფილმი კორეულია, ხოლო ვუყურებ მზის შთამომავლებს და გეტყვით, ის კარგი ფილმია ძალიან. გთხოვთ ჩემი არხი გამოიწეროთ და ლაიქოთ ვიდეო, რომ ასეთი საინტერესო ვიდეოები არ გამოტოვოთ. ნახვამდის.